და დღეს მოგიყვებით UFC-ს ყველაზე ცხელ ამბებს. შავკატი რეიტინგიდან გავარდა. საფრთხეშია თუ არა ყაზახური ოცნება. ამასთანავე ბრიტანელი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვის პენსიიდან დაბრუნებას ითხოვს. კოლბი კოვინგტონი ამბობს, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის მთვარეზე გაუშვებს. ეპშტეინის სიის სკანდალი და პიოტր იანის დაბრუნება. ჩვენ ყველაფერს განვიხილავთ. კეთილი იყოს შენი მობრძანება არხზე. არ დაგავიწყდეს, რომ დაალაიქო ვიდეო და მოდი დავიწყოთ. შავკატ რახმანოვი რეიტინგიდან ტრამვების გამო ამოიღეს. უკვე ოფიციალურია, რომ შავკატ რახმანოვი ქვესაშველო წონის ტოპ 15-ში აღარ ირიცხება. ეს ხშირად მაშინ ხდება, როდესაც მებრძოლი არააქტიურია და სავარაუდოდ მას მწვერვალზე დასაბრუნებლად გზის თავიდან გავლა მოუწევს. შავკატმა სოციალურ ქსელში ემოციური მესიჯი გაავრცელა, სადაც ახსნა, რომ მისი დაბრუნება კიდევ ერთი ოპერაციის საჭიროების გამო გადაიდო. მან აღნიშნა, რომ მებრძოლის გზა არასოდეს არის იოლი და ზოგჯერ შენი ოცნების ფასი შენი ჯანმრთელობაა. მას სჯერა, რომ ეს დიდი გეგმის ნაწილია და გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ უფრო ძლიერი, ჭკვიანი და მშიერი დაბრუნდება. მისი მთავარი მიზანი უცვლელია UFC-ს ქამრის ყაზახეთში ჩატანა. ალფი დეივისი ნურმაგომედოვების ოჯახს იწვევს. ბრიტანელი მებრძოლი ალფი დეივისი ემზადება PFL-ის სატიტულო ბრძოლისთვის უსმან ნურმაგომედოვის წინააღმდეგ, რომელიც 7 თებერვალს დუბაიში გაიმართება. დეივისი ძალიან თავდაჯერებულია და განაცხადა, რომ უსმანის დამარცხების შემდეგ ხაბიბ ნურმაგომედოვი გუნდის ფინალური ბოსი გახდება. მან იხუმრა, რომ შემდეგ ხაბიბს უნდა ეჩხუბოს, ამის გამო მას პენსიიდან დაბრუნება მოუწევს. მან პატივისცემა გამოხატა ხაბიბის მიმართ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსმანის დამარცხება ლეგენდამდე მისასვლელი პირველი ნაბიჯია. კეინ ველასკესი და ვადაზე ადრე განთავისუფლება. ყოფილი ჩემპიონის ველასკესის შესახებ ახალი ამბებია. ველასკესის შესაძლოა პირობითი პატიმრობით უკვე ამ თვეში გაანთავისუფლონ. ალექსანდრ ვოლკანოვსკი დიეგო ლოპესს ბოდიშს უხდის. ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ დიეგო ლოპესს მესიჯი გაუგზავნა და ბრძოლის დროს მომხდარი უხერხული მომენტის გამო ბოდიში მოუხადა. ვოლკანოვსკიმ თქვა: ვერ გავაცნობიერე, რომ ჩემი საჯდომი პირდაპირ მის სახეზე იყო. მეგონა მკერდზე ვიჯექი და ამიტომ ვცდილობდი დარტყმების მიყენებას. პარალელურად დიეგო ლოპესმა თავისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. არენაზე ექიმებს ეგონათ, რომ მას ორივე ფეხი მოტეხილი ჰქონდა. თუმცა საავადმყოფოში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე ბზარია. მას ოპერაცია არ სჭირდება, თუმცა რამოდენიმე კვირის განმავლობაში ყავაჟნებისა და ფიქსატორების გამოყენება მოუწევს. მოვსარ ევლოევი და ტიტულის ხანგრძლივი ლოდინი. მოვსარ ევლოევი მტკიცედ არის განწყობილი სატიტულო ბრძოლის მისაღებად. მე მივდივარ იმის წასაღებად, რაც მე მეკუთვნის. თუმცა ხალხმა უცნაური სტატისტიკა შეამჩნია. გაინტერესებს, რატომ არ უბრძოლია მას აქამდე ქამარზე? მოვსარ ევლოევს UFC-ში 20 ბრძოლა ჰქონდა ჩანიშნული, მაგრამ აქედან 11 გაუქმდა და მან მხოლოდ 9 წარმატებული ბრძოლის ჩატარება შეძლო. ჯასტინ გეიჯი, დასტინ პორიე და კოლბი კოვინგტონის პროგნოზები. ჯასტინ გეიჯი ღიაა დასტინ პორიესთან მესამე ბრძოლისთვის, ტრილოგიისთვის, რადგან მას, როგორც ნამდვილ მებრძოლს პატივს სცემს. თუმცა მან აღნიშნა, რომ ამჟამად კონცენტრირებულია წინსვლასა და ახალ მიზნებზე და არა წარსულზე. თუმცა გეიჯის შესაძლებლობებში ყველა დარწმუნებული არ არის. კოლბი კოვინგტონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გეიჯი ილია თოფურიასთან ერთ წუთსაც ვერ გაუძლებს. კოლბის თქმით, თოფურია მას აპერკოტით გამოიჭერს და მთვარეზე გაუშვებს. თუ შეგიძლია, დაალაიქე ვიდეო. ბენუა სენ-დენი, ანუ ელიტარული ფინიშერი. ბენუა სენ-დენი ამჟამად ლიდერობს UFC-ს ბოლო 5 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ფინიშების რაოდენობით. 9 ფინიშით ის უსწრებს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ალექს პერეირა და ისლამ მახაჩევი. მისი თქმით, მისი მიზანი BMF ქამრისა და მსუბუქი წონის ტიტულის მოგებაა. თუ ამ ბრძოლებს ვერ მიიღებს, მას სურს შეებრძოლოს არმან ცარუკიანს, რათა რეიტინგში მისი ადგილი დაიკავოს. დაბრუნების თარიღი. მის მწვრთნელს, ნიკოლა ოტს, სურს, რომ ბენუამ ერთი თვე დაისვენოს, სანამ საბაზისო ვარჯიშებს დაუბრუნდება. ის ვარაუდობს, რომ ბენუა სენ-დენი ოქტაგონს მაისში ან ივნისში დაუბრუნდება. ასევე მისმა მენეჯერმა გიომ პელტიემ არმან ცარუკიანზე იხუმრა. მან თქვა, რომ არმანს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეჩხუბებიან, თუ არმანის მამა მათ სახლებს ორმაგ ფასად იყიდის, რადგან ეშინიათ, რომ არმანმა შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს და ბრძოლა გაუქმდეს. პედი პიმბლეტი დასაბრუნებლად მზად არის. პიმბლეტმა გულშემატკივრებს უთხრა, რომ ვარჯიშს დაუბრუნდა და ოქტაგონზე იმაზე ადრე იქნება, ვიდრე შეამჩნევენ. მან ასევე ისაუბრა ბენუა სენ-დენიზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსწონს ბენუას სტილი და კარგ ბიჭად თვლის, პედიმ განაცხადა, თუ ის ჩემი შემდეგი მეტოქე იქნება, მე მას დავაფინიშებ. მაურისიო რუფი მძიმე ავადმყოფობის ფონზე იბრძოლა. ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ გაამხილა, რომ მაურისიო რუფი ფიზიევთან ბრძოლის წინ ძალიან ავად იყო.
რუფის კვირის დასაწყისში ატიპის გრიპი და მაღალი სიცხე ჰქონდა. ვოლკანოვსკის არც კი ეგონა, რომ რუფი წონის ჩაბარებას ან მოძრაობას შეძლებდა. თუმცა რუფიმ დიდი მენტალური სიმტკიცე გამოაჩინა. ბრძოლაზე გამოცხადდა და ისეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც რაფაელ ფიზიევია, წარმოუდგენლად კარგად იასპარეზა. პიოტრ იანის თავდაჯერებულობა დვალიშვილთან ტრილოგიისთვის. იანი დარწმუნებულია, რომ მერაბ დვალიშვილს მესამე ბრძოლაში დაამარცხებს. მისი თქმით, სავარჯიშო პროცესში ახლის გამოგონება არ სჭირდება. მან გამოიყენა ცნობილი გამოთქმა: ხარი ყოველთვის უფრო ძლიერია, მაგრამ მატადორი ყოველთვის იგებს. მას სჯერა, რომ მისი ოსტატობა და სტრატეგია მერაბის ძალას აჯობებს. ასუ ალამბაევი ხელის ტრამვის გამო ბრძოლას ჩაეხსნა. ალამბაევს მექსიკაში ბრენდონ მორენოსთან ბრძოლის გაუქმება მოუწია. მან განმარტა, რომ გაფრენამდე სულ რაღაც 2 დღით ადრე ხელი დაიზიანა. გულშემატკივრებს უთხრა, რომ ბრძოლაზე უარს არასოდეს ამობს, მაგრამ ეს ტრავმა იყო ის, რისი შეცვლაც შეუძლებელი აღმოჩნდა. მან აღნიშნა, რომ UFC-ს კონტრაქტით კიდევ 5 ბრძოლა აქვს დარჩენილი და ბევრი შერკინებისთვის აპირებს დაბრუნებას. სიმართლე ეპშტეინის სიებისა და UFC-ს შესახებ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჭორები ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში UFC-ს გამოჩენის შესახებ. დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ეპშტეინი უბრალოდ რიგითი გულშემატკივარი იყო. ის სპორტულ მეილებზე იყო გამოწერილი და 2013 წელს გადაიხადა UFC-ს ივენთის საყურებლად, რომელიც ვერა ჯონსის წინააღმდეგ იყო. მას ასევე ჰქონდა Fight Pass-ის გამოწერა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ დენა უაითი ან MMA-ის სხვა ფიგურები ეპშტეინის უკანონო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი, ან მის კუნძულს სტუმრობდნენ. მაიკლ მორალესის სამიზნე ისლამ მახაჩევია. მაიკლ მორალესი ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლაზე ოცნებობს. მან თქვა, რომ ჩემპიონის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა არ გააჩნია, რადგან მასაც იგივენაირად ცდის სისხლი, როგორც მე. მორალეს სჯერა, რომ ყველამ იცის ისლამის ტაქტიკა. თუ დგომში ჩხუბი ძალიან რთულდება, ის ჭიდაობაზე გადადის. მორალესი ამბობს, რომ ბრძოლის ყველა ასპექტისთვის ემზადება, რათა მას ქამარი წაართვას. და ლაიქე ვიდეო. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობას გიხდი ყურადღებისთვის.